იღებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აი ეს წუთია გვაცნობის, რომ ტელეკომპანია იმედში შემოიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი. ჩვენ ყოველ წამს ველოდებით, რომ სტუდიაში ჩვენთან შემოვა სპეცდანიშნულების რაზმი, ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ. ტელეკომპანია იმედის თითოეული ჟურნალისტი ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს ხელისუფლება არ წავა გარკვეულ პროვოკაციაზე და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების აქ მომუშავე ნებისმიერი ადამიანის მიმართ არ განხორციელდება ზეწოლა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჩვენი ეთერი გათიშულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესაძლოა წუთი-წუთზე აქაც საეთერო სტუდიაში ჩემოვიდეს სპეცდანიშნულების რაზმი. როგორც მემატყობინებენ, არხი გათიშულია, კერძოდ არხის სიგნალი სავარაუდოდ ანძიდან. და ამ წუთებში, როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტელეკომპანია იმედში შესაძლოა უშუალოდ საეთერო სტუდიაში შემოიჭრას სპეცდანიშნულების რაზმი. რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ მოგმართოთ და გითხრათ, რომ ტელეკომპანია იმედში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, ნიღბიანების რაზმი, ყოველგვარი გაფრთხილების წინაშე. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა და როდესაც მან საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა, ვიფიქრეთ, რომ თუნდაც ფორმალურად შენარჩუნებული იქნებოდა ქვეყანაში, თუნდაც ის, რომ იმედი იმაუწყებლებდა. ამ წუთისთვის მე მაქვს ერთ-ერთი მიზანი მიმართო ხელისუფლებას მაქსიმალურად თავშეკავებულობისკენ მოუწოდოს თავის თანამშრომლებს, რომ აქ რომელიმე ჩვენი თანამშრომელი არ დაზარალდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას და ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი თანამშრომლების ხელყოფა ფიზიკურად დაზარალება, იქნება მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. სანამდროა მიმართავთ ყველა საქართველოში და საზღვარგარეთ საერთაშორისო საზოგადოებას, საელჩოებს, რადგან საქართველოში უკვე არ არსებობს ზალა, რომელიც ამ დიქტატურას და ტირანიას შეაჩერებს, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველოში ადამიანებს